ახალი სასწავლო წელი კი მშობლების პროტესტით დაიწყო 157 საჯარო სკოლასთან, სადაც მშობლები და პედაგოგები დღეს სრულფასოვანი განათლების მოთხოვნით შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკვე 2 წელია მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში არიან გადანაწილებულები, მიზეზად სკოლის რეაბილიტაცია სახელდება, თუმცა ამ დრომდე სკოლაში სარემონტო სამუშაოები საერთოდ არც კი დაწყებულა. წელს კი ამ შენობაში საარჩევნო უბანი გაიხსნა. მშობლები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. ლიზი ვეკუა გვერდდება ახლა ამ საპროტესტო აქციის დეტალებით. დღეს თბილისის 157 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი არ განახლებულა. სკოლის მოსწავლეები 2 წლის წინ გამოიყვანეს 157 სკოლის შენობიდან, მიზეზად დაასახელეს რეაბილიტაცია, თუმცა ამ დრომდე სკოლის შენობა არ ჩასტარებია რეაბილიტაცია და ბავშვები 2 სკოლაში არიან გადანაწილებული. ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ დღეს 157 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები, რომლებიც სრულ პასუხისმგებლობას ამ მომხდარზე აკისრებენ განათლების სამინისტროს, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მოლოდინი არ აქვთ იმისა, რომ ბავშვები შეძლებენ სკოლის 157 სკოლაში დაბრუნებას და სწავლის გაგრძელებას. გადანაწილებულები არიან ბავშვები 2 სხვადასხვა სკოლაში. აქედან ერთ-ერთში განსაკუთრებით არც თუ ისე ნორმალური პირობებია. ბავშვები ჰიბრიდულ სწავლებაზე არიან, მაგრამ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2 წელი, ანუ ძალიან გვაინტერესებს ყველას, რატომ გაპრობლემდა ასე 2 წელი სკოლის რეაბილიტაცია, რომ ჯერ კიდევ იმ ვართ სამხარауლის დასკვნის დონეზე. ვიცით, რომ ანუ უკვე მე რამდენად ჩატარდა ექსპერტიზა და გვაქვს სამხარaulis დასკვნა. გასულია 2 წელი, ბუნებრივია გვიჩნდება კითხვები და გვიჩნდება მოთხოვნები. შეუძლებელი პირობები გვაქვს სწავლის გაგრძელებისთვის, ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მინისტრისგან საბოლოო პასუხი გაგვაგებინოს. ანგრევენ, არ ანგრევენ, რომ ჩვენ შვილებს უშვილ. ყველანაირად შეუძლებელია სკოლაში ყოფნა, მით უმეტეს შემოგთავაზეს ონლაინ. და ამიტომ ბავშვებიც უარზე არიან. მოიყვანეს ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც გააკეთა, ანუ მოხსნა ეს ძველი მასალა, გაამზადა სკოლას არემონტოთ. და კითხვა მაქვს, თუ კი სკოლას ანგრევდნენ. ძალიან დიდი თანხა გადაუხადეს ამ კომპანიას. მაშინ რატო გადაიხადეს ეს თანხა? რეალურად სკოლის შენობა გამოსადეგი გახადეს საარჩევნო უბნად, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის სწავლის პროცესი არ აღდგა. მათთვის შეიძლება სკოლის შენობის გამოყენება და ბავშვებისთვის არა. 157 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ახლა სრულ პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებენ და ელოდებიან თუ როდის ეტყვიან მათ პასუხს, როდის მოხერხდება თავიანთი შვილების სკოლის შენობაში დაბრუნება.